ეროვნული ვალუტა გაუფასორდა. ლარი ამერიკულ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 3-4 თეთრით არის გაუფასურებული. დღევანდელი მონაცემებით კომერციულ ბანკებსა და სავალუტო ჯიხურებში ერთი ამერიკული დოლარის შეძენა 2 ლარად და 72 თეთრად არის შესაძლებელი. რაც შეეხება ევროს, მისი ღირებულება 3 ლარი და 21 თეთრია. ეკონომიკის საკითხებში ექსპერტი პროცესს რამდენიმე ფაქტორს უკავშირებს. პირველ რიგში ვიტყვი, რომ ამ მცირედით გაუფასურებაში მე პირადად საგანგაშოს ვერაფერს ვერ ვხედავ, გამომდინარე იქიდან, რომ ზოგადად ლარის კურსი არის მცურავი, ჩვენ ვიცით და ყოველთვის მოსალოდნელია მცირედი რყევები, მცირედი გაუფასურება გამყარება. ახლა ტურისტული სეზონი მიწურულს უახლოვდება, გარდა ამისა აქტიური საარჩევნო პერიოდია და ამ დროს ჩვენ ვიცით, რომ ყოველთვის დეპოზიტარები არიან ხოლმე ფრთხილად და შესაძლოა ლარში გათავსებული დეპოზიტების ნაწილის, ასე ვთქვათ, კონვერტირება მოხდეს დოლარში, სანამ დააკვირდებიან პროცესს და ასე ვთქვათ, არ შეხედავენ, რომ ყველაფერი სტაბილურადაა და შემდგომ ისევ გადმოაკონვერტირებენ ლარში. როგორც გავიგეთ, ქონდა ადგილი ბანკების და სხვადასხვა კომპანიების მხრიდან საგარეო ვალდებულებების დაფარვას, რაც ბუნებრივია იწვევს ბაზრიდან დოლარის ამოღებას და შესაბამისად ეს ყველაფერი ხელს უწყობს ლარის, ასე ვთქვათ, გაუფასურებას, მაგრამ მცირედით. ეს რამოდენიმე ფაქტორი არის, რამაც მოახდინა გავლენა დღესდღეობით ლარის კურსზე, თუმცა ჩვენ ამის შედეგად მივიღეთ ძალიან მცირედით გაუფასურებული ლარი, სულ რამოდენიმე თეთრით. ვიცით, რომ ეროვნულ ბანკს აქვს რეზერვები საკმაოდ დიდი და 1,5 მილიარდის დაგროვება შეძლო მხოლოდ წელს და ამიტომაც ეს ყველაფერი იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ არანაირი საფრთხე ლარის კურსის ირგვლივ არ არსებობდეს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჯერჯერობით ეროვნული ბანკი არ ჩაერევა, მაგრამ თუ კი ადგილი ქონდა კიდევ მცირედით გაუფასურებას და რაიმე, ასე ვთქვათ, ძლიერი ბიძგები იყო ლარის მიმართულებით, მაშინვე მოახდენს ეროვნული ბანკი რეაგირებას და კურსის დასტაბილურდება. ამიტომაც დღესდღეობით მე პირადად რომ გითხრათ, ვერანაირ საგანგაშოს ამ პროცესში ვერ ვხედავ.